მადლობა მოკლედ მაგდა მასპინძლობისთვის. პირველ რიგში გვიხარია რომ ჩაგვახედებ, უკანა მხარეს შემოგვახედებ და გვაჩვენებ რა ხდება უნიკის ლამაზი კადრების მიღმა და რას წარმოადგენს და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ზოგადად ბავშვის ტანსაცმლის წარმოება. რომ მოგვიყეს უთავიდან რომ დავიწყოთ, საიდან გაჩნდა იდეა, რა არის უნიკი, რას აკეთებს და როგორ დაიწყე ამ ყველაფრის კეთება. 5 წელზე ცოტა მეტია, მოკლედ, რაც ეს იდეა გაჩნდა, როცა ჩემი შვილი ხდებოდა 1 წლის და ფოტოსესიისთვის ვეძებდი რაღაცა ლამაზი ბოდე მინდოდა, რომ ცმოდა. ვერსად ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ მაშინ საქართველოში არ იკერებოდა ესეთი ტანსაცმელი, გამოწერას ვერ ვასწრებდი, მაღაზიებში ვერ ვნახე, ხო და მოკლედ გადავიღე ჩვეულებრივი საბაზისო ბოდი ფოტოები და მოკლედ ძალიან დამაკლდა ეს ამბავი, რომ ის არის რომ მოკლედ რაც მინდოდა. ხო და მე უკვე დავიწყე ფიქრი მაგაზე, რომ აი ხო არ გავაკეთო, ისედაც ყოველთვის რაღაც ბებია ჩემს ვაკერინებდი ხოლმე რაღაცებს ჩემთვისაც, მე უკვე ტესასთვისაც და რაღაცა სულ მეკითხებოდნენ, რომ ანუ ეს სად იყიდე, რა ლამაზია რაღაცა. მოკლედ დავიწყე ამაზე ფიქრი. თავიდან სხვა სამკერვალოში ვუკვეთავდი და იქ ვაკერინებდი, გავაკეთე პეიჯი და როგორც კი დავდე ეს პროდუქცია გადავიღეთ ლამაზი ფოტოები, ისევ ჩემი შვილის ფოტოები და როგორც კი დავდეთ, ეგრევე წამოვიდა დაინტერესება და აი ძალიან მალე რამდენიმე დღეში ყველაფერი გაიყიდა, რაც მქონდა შეკერილი და მოკლედ ამ ტესტმა წარმატებით რომ ჩაიარა, მე უკვე დავფიქრდი სერიოზულად, რომ უნდა გამეგრძელებინა და დავიწყეთ მოკლედ ესე. შემდეგ უკვე ჩემი სამკერვალო გავაკეთე კასპიის რაიონში, სოფელ ქვემოჭალაში. თან გამოწვევაც არის და თან საშუალებაც, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რეგიონში ბიზნესი მაინც უფრო საინტერესოა, ასე ვთქვათ, თუნდაც დონორებისთვის ავიღეთ 2 გრანტი, სრულიად ტექნიკური აღჭურვილობა, ნაყიდი გვაქვს გრანტებით. დასაქმებულები არიან ადგილობრივი ქალბატონები, თუმცა ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი სირთულე, იმიტომ რომ პროფესიონალი კადრების მოძიება რთულია, მისვლა მოსვლა ასევე რთულია, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვართმევთ. თუმცა უკვე გაგვიდგა ის მომენტი, რომ თბილისში უნდა გავაკეთოთ ფილიალი და აქაც უნდა გქონდეს სამკერვალო. ამ ეტაპზე ერთი ჩვენი მაღაზია გვაქვს სტენდი, ასე ვთქვათ, გორის მოლში და ერთი კონცეპტუალური მაღაზია არის თბილისში, კიც კონცეპტი, სადაც ჩვენი პროდუქციაც არის განთავსებული და იქედანაც იყიდება. თუმცა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ ჩვენ ძირითადად საქმიანობა, აი ისეთ დროს გავხსენი სამკერვალო, ყველაფერი რო დაკეტილი იყო. სამკერვალო რო გავხსენი იყო დეკემბერი და ყველაფერი დაკეტილი იყო, ანუ არც ქსოვილების მაღაზიები მუშაობდა, ძაფს ვერ იყიდდი, ვერაფერს ვერ იყიდდი და მოკლედ მომიწია ამ ყველაფრის, არ ვიცი, ყველა საკონტაქტო ნომრების მოძიება და რაღაცა, აინც როგორღაც ვახერხებდით, რომ არ გავჩერებულიყავით და მთელი პანდემიის პერიოდში ფაქტობრივად არ გავჩერებულ ვართ, იმიტომ რომ კოვიდიც ისე გქონდა ყველას რაღაცა მონაცვლეობით და დაკეტვა არ მოგვიწია. მაგრამ ფაქტობრივად პანდემიის პერიოდში განვითარდა ჩემი ბიზნესი, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადი იყო, აი რომ მეგონა რომ ჩვენ ხა ისეთი სტილის ტანსაცმელს ვკერავთ, რომ სახში ჩასაცმელი უფრო არ არის. გვაქვს რაღაც მოდელები, რომელიც სახშიც გამოიყენებ, მაგრამ ძირითადად უფრო გასასვლელი ტანსაცმელია, მაინც გარეთ ჩასაცმელი, დაბადების დღეზე რაღაც და მეგონა რომ რაღაცა მოთხოვნა აღარ იქნებოდა საერთოდ. თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა მაშინ იყო, იმიტომ რომ სხვა მაღაზიების საერთაშორისო მაღაზიები დაკეტილი იყო, მათ არ ქონდათ ეს მიწოდების სერვისი აწყობილი და შესაბამისად ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა აქეთ. ამ წლების განმავლობაში მოვიძიეთ და ანუ ხო, მოვიძიეთ კი არა, გავტესტეთ ბევრი საკურიერო კომპანია, ბევრი მომწოდებელი, ბევრი რაღაც და საბოლოო ჯამში ისეა, რომ ანუ ეს მიწოდების სერვისიც ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი, ძალიან კარგი საკურიერო კომპანიები ყავს, როგორც თბილისში, ასე რეგიონში. და აი ძალიან მშვიდად რომ ხარ ამანაც რო გზავნი, მოკლედ ეგეთი ამბავი გვაქვს და შესაბამისად რთული არ არის რა ჩვენთვის ონლაინ გაყიდვები და მაინც ყველაზე დიდი პროცენტი გაყიდვების არის ონლაინ, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი თბილისში მაინც ხო არის დიდი არჩევანი, რეგიონებში არ არის.
და რეგიონებიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა და ძალიან ბევრ ამანაც ვაგზავნით რეგიონებში, აი ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით. იცი რა მითხარი, მაგდა, აი შენ ამბობ, რომ თავიდან სხვაგან კერავდი და მერე დაიწყო უკვე შენი წარმოების კეთება. გქონდა რამე გამოცდილება საერთოდ სამკერვალო თემასთან არაფერი დაკავშირებით? გამოცდილება არ მქონდა. თუ აი ესე, ან ბიზნესის კეთების ზოგადად, იმიტომ რომ ნუ არ არის მარტივი. არაფერი გამოცდილება არ პროცესების მქონდა. დალაგება. თუ არანაირი ესეთ გამოცდილება არ მქონდა. ნუ ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან ბევრი ტრეინინგი გავიარე ამ წლების განმავლობაში და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი პროექტები კეთდებოდა. ჩვენთან ნაწი არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი პროექტი იყო, რომელმაც მართლა დიდი ცოდნა მომცა. და ამ კუთხით ბევრი რამე ვისწავლე მართლა და თვითონ წარმოების პროცესს რაც შეეხება, აი მანდ ჯერ კიდევ ვსწავლობ რა. მართლა არ ვარ ჩემ თავში დარწმუნებული და საკმაოდ ისეთი რთული ასაწყობი ამბავია და სულ მოკლედ მეც გამოცდილებული ჩემ კერავებთან ერთად მეც ვსწავლობ და სულ რაღაცა მინდა რომ აი თვითონ კერვაც ვისწავლო, რაღაც რომ უფრო მეტად ვერ ყვევოდი ამ ყველაფერში და მოკლედ რა ვიცი რა ვართმევ თავს როგორღაც, მაგრამ მეტი ცოდნა უკეთესი იქნებოდა ამ კუთხით. რამდენი ლარით დაიწყე ბიზნესი? იმიტომ რომ ყველას გონია რომ რაღაც კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული ბიზნესი. არ დამიწყია დიდი თანხით და რატო? ანუ მაინც ყოველთვის ვფიქრობ, რომ აი უნდა გაიტესტოს. იმიტომ რომ არ იცი, ანუ შეიძლება ძალიან კარგი პროდუქტი რაღაცა არ წავიდეს და რაღაცა ისე გაამართლოს, რომ აი გავარდეს. გიგონოს რომ გავარდებოდა. ასე ვთქვათ, ხო. და ამიტომ აი პირველად რო შევკერე იყო რაღაცა 10 ცალი, მე მგონი 10 ცალი რაღაც კომბინეზონი და ბოდე იყო, ანუ ყველა ზომაც არ შემიკერავს, ანუ რაღაც ესე შერჩევით შევკერე, რომ სხვადასხვა სატესტოთ, ხო. და შესაბამისად დიდი ფული მაგას არ დაჭიროებია. თუმცა მაინც ბიზნეს ჯერ კიდე სულ ჭირდება, რომ რაღაც ინვესტიცია გააკეთო. სულ ჭირდება და ეხლა ეს კონკრეტულად არ მახსოვს, ალბათ პირველი იყო რაღაცა 200-300 ლარი რა. ეხლა რადგან სხვა სამკერვალოში ვაკერინებდი, სამკერვალო თავიდანვე არ გამიხსნია, მხოლოდ მერე დავფიქრდი ამაზე, როცა საჭიროება დამიდგა, იმიტომ რომ ზომა მითავდებოდა, ვერ ვუკვეთავდი, მაგრამ ნუ მას უკვე სხვა შეკვეთა ქონდა აღებული და რაღაცა სირთულე იყო რა ეს ძალიან და ამასობაში რაღაც პროექტი დაიდო, რომელიც ჩემ რეგიონს ფარავდა და რო გავიმარჯვე ამ პროექტში, მოკლედ გავაკეთე მაგიტომ ჩემი სამკერვალო. როცა არ გაქვს თუნდაც კერვის ცოდნა არ გაქვს და არც გამოცდილება არ გაქვს და პირობად არ იცი ეს საწარმო ხაზი როგორ მუშაობს. აი მაგ შემთხვევაში არ ფიქრობ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ისეთ ბიზნესში შესვლა. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, თუნდაც დედა, რომელსაც უნდა რომ თვითონ კონდეს მსგავსი საწარმო. აი დაწყების პროცესში რომ მოგვიყვა, რა რისკებისთვის უნდა იყოს მზად რა გამოწვევებისთვის და ეხლა ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები რა სირთულეების წინაშე დგანან, თუნდაც ქართულ ბაზარზე. იცი რა, მე ცოტა ეგეთ ცუდი ჩვევა მაქვს, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე რა და პასუხისმგებლობებზე მერე ვფიქრობ. ხო და ცოტა რისკი საჭიროა. იმიტომ რომ სანამ ისწავლი, სანამ კარგად გაერკვევი, ვიღაცა დაგასწრებს და მე შეიძლება მეც რო დამეწყო ეხლა ვთქვათ ჩემი ბიზნესი 3 წლის მერე როცა ბაზარზე უკვე ძალიან ბევრი ჩემი ბრენდის მსგავსი ბრენდია, შეიძლება ესე კარგად ვერ წასულიყო და ესე ცნობადი მალევე ვერ გამხდარიყო. რომ მე ვთქვათ 1-3 წელი მეფიქრა ამაზე, ეს კარგად შემესწავლა. შესაბამისად, ანუ რისკი ხო რა, რისკი საჭიროა, რომ დრო არ დაკარგო. მე ეგრე ვფიქრობ. თუმცა ხო რა, რაღაცა ცოდნა მაინც ალბათ უნდა გქონდეს. გამოწვევები ხო, გამოწვევები არის უბევრესი, ძალიან ბევრი. ჯერ ერთი გამოწვევა არის პირველი ყველა სამკერვალოსი და ყველა ფაბრიკის არის კადრები, როგორც ყველა სფეროში. შემდეგი არის ნედლეული, რომელიც ჩვენი არაფერი არ გაგვაჩნია, ძაფი რო ძაფია და ნემსი რო ნემსია, ისიც აუცილებლად ყველაფერი არის იმპორტირებული, ხო. და შესაბამისად ძვირი გვიჩდება რა წარმოება. ბევრად იაფი უჯდება ჩინეთს წარმოება, ვიდრე ჩვენ გვიჩდება, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენთან არის შემოტანილი და გამბაჟებული და დეღი გედამატებული და ყველაფერი და ნუ შესაბამისად ძვირი გამოგვდის რა წარმოება. ნუ ზოგადად სახელფასო მოთხოვნაც უკვე საკმაოდ მაღალია ამ სფეროში, იმიტომ რომ
გარშემო ისეთ სიტუაცია, რომ სხვანაირად შეუძლებელია, ხო? და შესაბამისად ჩვენც გვიჩდება პროდუქცია ძვირი და ეგ არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომ აი როგორღაც უნდა როგორ დააბალანსო ისე, რომ რაღაცა ისე არ გამოვიდეს, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ყიდვა. ხო, ქსოვილის დეფიციტი, ქსოვილის პრობლემაც გვაქვს, კოლექციას რო აწყობ და ქსოვილი აღარ არის, შენი მომწოდებელი უნდა ყავდეს თურქეთში ან ჩინეთში, რომელიც მოგამარაგებს მუდმივად. ეს აი აქ დგება უკვე საკმაოდ დიდი ფინანსური საჭიროება. როცა უკვე იმ ეტაპზე გადადიხარ, რომ რაღაც კოლექცია აწყობილი უნდა გქონდეს, დიდი რაოდენობა იყიდება, მოთხოვნა დიდია, აი აქ გჭირდება დიდი ფინანსები, რომ ქსოვილი შემოიტანო, იმიტომ რომ სტაბილურობა რო გქონდეს, სტაბილურობა, იმიტომ რომ ქსოვილი რო ეხა 50 მეტრი გაქვს და მეც ვეღარ შოულობ, არაფერი არ არის უკვე რა. და აი ამ მომენტში მართლა ინვესტიცია საჭიროა, ეგ სირთულეა რა. მაგ სირთულეებზე როგორ საუბრობ და მაგალითად როცა უკვე всё განვითარდი, ინვესტიციების მოზიდვის პროცესის დრო არის, რა ხდება თქვენს სექტორში? სად შეიძლება რომ ეს ინვესტიცია იპოვნო, არიან თუ არა ინვესტორები დაინტერესებულები, გრანტები თუ არის, სად არის, როგორ არის დაახლოებით? იცით როგორ არის? აი ამ მიმართულებით გრანტები ფაქტობრივად არ არის. ნედლეული შესაძენად უიშვიათ ესეთ რომ რაღაც გრანტი იყოს. აი UNDP-ს ქონდა მაგალითად, რომ იქ შეგეძლო რომ დიდი ნაწილი თუნდაც ნედლეული ყოფილიყო, თუმცა სხვა გრანტი ესეთი არ არის რა. ვთქვათ, შენი ფინანსები და დანაზოგი არ გაქვს, კრედიტი არის საუკეთესო გამოსავალი. რამდენად შეუძლია პატარა ბიზნესს კრედიტთან გამკლავება თუნდაც? ძალიან რთულია. კი, რთულია საკმაოდ. იმიტომ რომ პატარა ბიზნესს არ აქვს. თუნდაც ის რომ დანაზოგი არ გაქვს, ანუ დიდი ბიზნესებიც იღებენ კრედიტს, ჩვეულებრივად ძალიან ბევრ კრედიტსაც იღებენ, თუმცა მათ ასევე ძალიან ბევრი ფული აქვთ. თუმცა მაინც კრედიტს იღებენ. მცირე ბიზნესს ეგ არ აქვს, ანუ მხოლოდ კრედიტი აქვს და ცალკე ბევრი ფული არა. ახლა რო თავიდან იწყებდე, რას გააკეთებდი სხვანაირად? ამ გამოცდილებით რო ვიწყებდე, გავაკეთებდი აუცილებლად პარტნიორთან ერთად და მარტო არ შევყოფდი ამ ხელა ამბავში თავს. საქმიანობას დავიწყებდი შეპესეთი. და არა მცირე მეწარმის სტატუსით, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე მაინც დგება ის მომენტი, რომ მცირე მეწარმესაც ზუსტად იგივე გადასახადების გადახდა გიწევს, რაც შეპესეს და ამისთვის გიწევს ფასების ზრდა. მომზადებული ხარ თავიდანვე, როცა ეგრისკები გათვლილია, ანუ ძალიან კაი სტატუსია, მაგრამ როცა უკვე დასაქმებულები ყავს, როცა რაღაცა გინდა რომ გააფართოვო, რაღაც ამბიციები გაქვს, მაგისთვის ვფიქრობ, რომ ანუ ეს სტატუსი ბევრად უფრო რეალობას გაჩვენებს თავიდანვე რა. და ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირია და ხო, ყველაფერი ხო. მაგდა, გქონია თუ არა მომენტი, როცა გიფიქრია, რომ ანუ აი გაჩერების თუ არა, ან კინონია თუ არა ამ საქმის კეთება და მაგ დროს, აი ხო დღემდეც რომ მუშაობს რაღაცა, რა გაძლევს мотиваციას, რომ არ გაგრძელებს იმ რაღაცის კეთება? არასდროს არ მინანია. თუმცა აი ძალიან ბევრჯერ მქონია რა ეგეთი რომ ხო აღარ მინდა მოდი მუშაობას დავიწყებ მაგრამ მე მაგაზეც რომ ვფიქრობ არა არც ეგ არ შემიძლია და ისევ აქეთ უნდა გავაგრძელო და მქონია კი ეგ მომენტები მქონია თუმცა რა ვიცი ჯერჯერობით მაინც დავძლიერე რამდენჯერაც ეგ მომენტი მქონდა რა გაწევს мотиваციას მაგ დროს რომ აი სტრესი თუნდაც ციფრებით რო არ არის ისეთი თუნდაც აი ემოციურადაც რო გადაიწვი და აღარ შეგიწმიან ყველაფრის კეთება სად უნდა იპოვნოს მეწარმე ან ადამიანმა ზოგადად რომელიც ხდება რომ უკვე აღარ შემიძლია ან мотиваცია ან ის სიძლიერე რომ ანუ არ ითქვა ან გააგრძელო ჯერთი ძალიან დიდი мотиваცია ხოლმე თვითონ მომხმარებლებისგან წამოსული ძალიან კარგი განწყობა. ჩემი ქმარი, რომელიც ყველაფერში მომენტებში დამატრეინინგებს, ძალიან ბევრს დამელაპარაკება და ისევ ხელახალი ძალებით დამაწყებინებს ხოლმე ყველაფერს. მერე мотиваცია არის თანამშრომლები, რომლებიც ანუ მათზე პასუხისმგებლობა გაქვს და მარტო ჩემ თავზე არა, ანუ მე რო ვაკეთებდი ხო, მხოლოდ მე გავჩერდები და კაი რა. მაგრამ ის რომ ამდენი ხალხი რაღაცა შემოსავლის გარეშე დატოვა რაღაცა, უკვე ძალიან რთულია რა. სამომავლო გეგმები არის წარმოების გაფართოება. მადლობა მაგდა. მადლობა საინტერესო გამოვიდა ჩვენი პატარა ინტერვიუ და იმედი მაქვს ადამიანებს ვინც ზოგადად საბავშვო ტანსაცმლის, ბავშვის ტანსაცმლის ინდუსტრიით ხართ დაინტერესებულები, ღირებული ინფორმაცია და ცოდნა მიიღეთ. მადლობა რომ გვიყურეთ, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.